მენჯის ღრუს ორგანოების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია არის დიაგნოსტიკური ტესტი, რომელიც გამოიყენება მენჯის მიდამოში არსებული სტრუქტურების დეტალური სურათების შესაქმნელად დიდი მაგნიტის, რადიოტალღების და კომპიუტერის მეშვეობით. მენჯის ღრუში განლაგებული სტრუქტურები მოიცავს შარდის ბუშტს, პროსტატას და სხვა რეპროდუქციულ ორგანოებს მამაკაცებში, საშვილოსნოს პროსტატას და სხვა რეპროდუქციულ ორგანოებს ქალებში, ლიმფურ კვანძებს, ნაწლავს და მენჯის ძვლებს. ქალებში მენჯის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია შეიძლება იქნას გამოყენებული შემდეგი ნიშნების ან სიმპტომის არსებობის შემთხვევაში: არანორმალური ვაგინალური სისხლდენა, მენჯის ღრუში არსებული მასა, ფიბრომა, მენჯის ღრუში არსებული მასა, რომელიც წარმოიქმნება ორსულობის დროს, ენდომეტრიოზი, ტკივილი მუცლის ქვედა არეში, აუხსნელი უნაყოფობა, აუხსნელი მენჯის ტკივილი. მამაკაცებში მენჯის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია შეიძლება იქნას გამოყენებული შემდეგი ნიშნების ან სიმპტომის არსებობის შემთხვევაში: სიმსივნეები ან შეშუპება სათესლე ჯირკვალში ან სათესლე პარკში, დაუშვებელი სათესლე ჯირკვალი, მენჯის ან მუცლის ქვედა არეში აუხსნელი ტკივილი, შარდის აუხსნელი პრობლემები, მათ შორის შარდის დაწყების ან შეწყვეტის პრობლემები, მომატებული პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის მაჩვენებელი სისხლის ანალიზში. მენჯის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია შეიძლება ჩატარდეს როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში, რომლებსაც აქვთ აღმოჩენილი ანომალიები მენჯის რენტგენოგრაფიის დროს, მენჯებარძაკის სახსრის თანდაყოლილი დეფექტები, ბარძაკის არეში დაზიანება ან ტრავმა, ან ბარძაკის აუხსნელი ტკივილი. მენჯის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ასევე ხშირად გამოიყენება არსებული სიმსივნის სხეულის სხვა უბნებში მეტასტაზების აღმოსაჩენის მიზნით, რაც მნიშვნელოვანია სიმსივნის სტადიის დასადგენად. სტადიის დადგენა ხელს უწყობს ექიმებს და პაციენტებს მომავალი საჭირო მკურნალობისა და შემდგომი დაკვირვების წარმართვაში. მენჯის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია შეიძლება გამოყენებული იქნას საშვილოსნოს ყელის, შარდის ბუშტის, სწორი ნაწლავის, პროსტატის და სათესლე ჯირკვლის სიმსივნეების სტადიის დასადგენად. ზოგიერთ შემთხვევაში მენჯის ღრუს ორგანოების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის დროს იყენებენ კონტრასტულ ნივთიერებას. კონტრასტული ნივთიერება გადოლინიუმი იშვიათ მიწათა ლითონია. სხეულში შეყვანის შემდეგ ის ცვლის მიმდებარე წყლის მოლეკულების მაგნიტურ თვისებებს, რაც აუმჯობესებს ტომოგრაფიაზე მიღებული სურათების ხარისხს. კონტრასტული ნივთიერება აუმჯობესებს სიმსივნის, ანთების, გარკვეული ორგანოების სისხლმომარაგებას და სისხლძარღვების ხილვადობას. კონტრასტი ასევე გამოიყენება ინფექციის დიაგნოსტირებაში. კონტრასტული ნივთიერება შეჰყავთ ინტრავენური კათეტერის მეშვეობით, რომელსაც აყენებენ იდაყვის ან მტევნის დონეზე. კონტრასტული ნივთიერებები უსაფრთხო ინტრავენური პრეპარატებია. როგორც სხვა პრეპარატებს, მათ ასევე გააჩნიათ მსუბუქი ან მძიმე გვერდითი მოვლენები, მაგრამ მძიმე რეაქციები ძალიან იშვიათია.